გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ რომის იმპერიის დაცემაზე. მანამდე კი გამოიწერეთ ჩემი არხი დავიწყეთ. რომის იმპერია, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელიც 1000 წლეულზე მეტ ხანს არსებობდა, საბოლოოდ მაინც დაეცა. მაგრამ რატომ? როგორ დაეცა იმპერია, რომელიც უძლეველად მიიჩნეოდა? დასაწყისი რომის დიდების ხანა. რომის საუკუნეების განმავლობაში აყვავდა, დაიპყრო ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილი. ძლიერი რეგიონები, მოწინავე ინფრასტრუქტურა და მმართველობის უნიკალური სისტემა მას დაუმარცხებელ იმპერიად აქცევდა. მაგრამ შიგნიდან გრევა უკვე დაწყებული იყო. ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია. იმპერია უზარმაზარი იყო და მისი მართვა კოლონიალურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. საგადასახადო თვირთი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი გახდა. იმპერიის მთავრობა ზედმეტად ეყრდნობოდა მონებსა და საომარ ნადავლს, რაც შეწყდა, როცა დაპყრობები შენელდა. ვალუტის გაუფასურება, მზარდი ინფლაცია და შიმშილი იმპერიას ასუსტებდა. კორუფცია და პოლიტიკური ქაოსი. რომის იმპერიაში ლიდერობა ხშირად სისხლიანი ბრძოლებით წყდებოდა. იმპერატორები მოკვეთავდნენ თავიანთ მეტოქეებს, სამხედრო ლიდერები ამბოხდებოდნენ, სენატი სუსტდებოდა. მესამე საუკუნეში, ერთ საუკუნეში 26 იმპერატორი გამოიცვალა. ეს არასტაბილურობა კიდევ უფრო ანგრევდა სახელმწიფოს. ბარბაროსების შემოსევები. იმპერია გარშემორტყმული იყო ბარბაროსული ტომებით, გოთებით, ვანდალებით, ჰუნებითა და ფრანკებით. 376 წელს რომა გოთები საკუთარ მიწაზე შეიფარა, მაგრამ მოგვიანებით მათ აუმხედრდნენ. 410 წელს ალარიხის მეთაურობით გოთებმა თვით რომი დაარბიეს. ეს იყო პირველი შემთხვევა 800 წლის განმავლობაში, როცა მტერმა ქალაქი დაიპყრო. დასავლეთის იმპერიის დაცემა 476 წელი. 476 წელს რომის უკანასკნელი იმპერატორი, 16 წლის რომულუს ავგუსტულუსი, გერმანელმა სარდალმა ოდოაკრმა ჩამოაგდო. ეს მომენტი ოფიციალურად მიიჩნევა დასავლეთ რომის იმპერიის დასასრულად. რომის დაცემის მთავარი მიზეზები. ეკონომიკური კრიზისი და ინფლაცია. პოლიტიკური არასტაბილურობა და კორუფცია. სამხედრო სისუსტე და ბარბაროსთა შემოსევები. უზარმაზარი იმპერიის მართვის სირთულეები. შიდა ამბოხები და კულტურული დაქვეითება. იმპერიის დასასრული, მაგრამ არა მისი მემკვიდრეობა. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ აღმოსავლეთი ნაწილი, ბიზანტია, კიდევ 1000 წლეულს გაძლებს. რომაული სამართალი, არქიტექტურა და კულტურა კი სამუდამოდ დარჩება ევროპული ცივილიზაციის საფუძვლად. რომი დაეცა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს. რომის იმპერიის დაცემა იყო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია. მაგრამ ის დაგვიტოვა გაკვეთილები, რომლებსაც დღემდე ვსწავლობთ. სულ ეს იყო, თუ მოგეწონა ეს ვიდეო და ალაიკე და გამოიწერეთ ჩემი არხი ნახვამდის.